გამარჯობა. მაყურებლების და მსმენელების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე ჯიშის ხე გავსხლათ და ეს პროცესი მთლიანად გაჩვენოთ, ისე რომ სასწავლო მასალად გამოიყენოთ. კვლავ გელათედეების ბაღში ვართ და ამჯერად გავსხლავთ ვაშლის ხეს. გელა დეტალურად აგვიხსნის, როგორ უნდა გავსხლათ მთლიანი ხე, რა პროცესები არის განსახორციელებელი და ვფიქრობთ, რომ ეს სიუჟეტი იქნება უფრო სასარგებლო თქვენთვის, ვიდრე იყო პირველი გადაცემა. ასეა გელა. ვეცდებით. დღეს ვაშლს გავსხლავთ, კიდევ შემოგთავაზებთ ალუჩას, შესაძლოა ბალს და ატმის ხესაც თუ თავიდან გავსხლავთ, იქნება ძალიან კარგი ჩემი აზრით. ატმის ცოტა ინფორმაცია გამოგვივიდა ბოლოს, უფრო მეტი ვილაპარაკეთ ვიდრე საქმე. კი, ამიტომ დავიმსახურეთ შენი შრები. კი ბატონო, ამიტომ თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ. დავიწყოთ. ჩვენ ვართ ახლა ვაშლის ბაღში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საადრეო ჯიში, რომელიც შემოდის საქართველოში და რადგან ლაგოდეხში საადრეო ასე ვთქვათ, ზონა გვაქვს, საადრეო ჯიშებზე ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს. მოკლედ ამ ჯიშს ახასიათებს ცოტა არათანაბარი ზრდა და გვჭირდება ხოლმე ხელოვნურად მივაღებინოთ ფორმა. თუ ხედავთ, აი თოკებით დამულია, ბევრი უკვე შევწყვიტეთ და თვითონაც შეწყდა მზემ დაწვა, რომ აი ესეთი ფორმა მიეღო, ამას ახასიათებს ესე გაზდა სიმაღლეზე. უკვე მიღებული გვაქვს ფორმა და ახლა ამ დედა ტოტებზე უნდა ვამუშაოთ შემდეგი რამდენიმე წელი, აქ უნდა მივიღოთ ნაყოფები. თქვენ თუ დააკვირდებით, აი ესეთ პატარა შუბებზე და მეჭეჭებზე არის სანაყოფე კვირტები. დანარჩენებზე არ არის, აი ამაცი არის. ასე რომ ახლა უნდა დავტოვოთ სანაყოფე კვირტები და ისეთი ტოტები დავტოვოთ, რომელიც შემდეგ წელს მოგცემს სანაყოფე კვირტებს. რადგან ზრდასთან და ფორმირებასთან ერთად ყოველწლიურად მივიღოთ ხოლმე ნაყოფი. მოკლედ დავიწყოთ გასვლა. ზოგი ტოტს ვაჭრით ბოლომდე, ზოგი შეიძლება მოუჭრათ და დავტოვოთ პატარა, იმისთვის რომ გაისად შემდეგი წლისთვის მივიღოთ თუნდაც აი ესეთი ტოტები, რომელზეც უკვე ნაყოფს მივიღებთ. ეს არ არის კლასიკური გასვლა, როგორც ახდენენ გორში. გორში რა თქმა უნდა, ბევრად პროფესიონალები არიან, დიდი კულტურა აქვს ვაშლის მოვლა პატრონების, ჩვენთან ახლა შემოვიდა, მაგრამ ამ ჯიშებს მე ვფიქრობ ჩვენ ზონაზე სულ სხვანაირი მოვლა პატრონობა ჭირდება. მაგალითად დაავადებები, რაც დაფიქსირდა ლაგოდეხში, გორში არ იყო და პირიქით შეიძლება იყოს. მაგალითად ეს ვაშლი იკრიფება ერთი თვის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს. ხო წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა, როგორც ზოგი ატმის და ვაშლატამას ჯიშია, იკრიფება ბევრჯერ, ეკრიფება ახასიათებს ამ ვაშლს. უბრალოდ ცუდი ის აქვს, რომ ამ ჯიშის ვაშლებს აქვთ სუსტი მიმაგრება ტოტზე, ადვილად ვარდება თუ მიავია და ქარია. მოკლედ, ჩვენ ახლა როგორც ვატყობთ, ვღებულობთ ჯამისებრი ხეს. ანუ ვარდი არ არის ცენტრალური, არც მაღლა ასული დედა ტოტები, ვიღებთ გაშლილ ხეს, რაც იმისთვის არის კარგი, რომ შემდეგ წლებში კრეფისთვის იქნება ძალიან გაადვილებული. აი ეს ტოტები, აი თუ სიცარიელი არ იყოს და მივიღოთ შემდეგ წელს სანაყოფე კვირტები, მაგიტო ჭრით და ვუტოვებთ ცერებს. აი როგორც ხედავთ, ახლა ვაჭრე ისეთ ტოტებს, რომელიც არ არის მსხმოიარე. და ვტოვებთ ისეთებს, რომელზეც მოისხავს და შემდეგ წელს რომელზეც მოისხავს, მაგასაც. რამდენიმე დედა ტოტი იქნება 5-6, რომელზეც შემდეგ წლებში სისტემატურად მივიღებთ ნაყოფს. ანუ გამსხვილდებიან ეს დედა ტოტები
იქნებიან როგორც საყრდენები წვრილი სანაყოფე ტოტებისთვის. პლუსი ის არის, რომ იქნება დაბლა, პირი არ დაგჭირდება დასაკრეფად. შეიძლება მინუსი ის იყოს, რომ იმ რაოდენობით ნაყოფი ვერ მივიღოთ, როგორც შეიძლებოდა მაღლა გაგვეშვა. მაგრამ შემთთვის ის რაოდენობა საკმარისია, რასაც მივიღებ აი ამ ხელა ზომის ხეებიდან. რადგან უფრო მეტად მირჩევნია ხარისხზე ვიყო ორიენტირებული, მივიღო საშუალო რაოდენობით, უფრო კარგ ხელში იყოს, მზე ბევრი ქონდეს, აი ესე გადაშლილ ხელს და სისხლო ნორმალური ქონდეს. მოკლედ, თანამედროვე ვაშლის ბაღები სხვა სისტემაზეა გადასული, ანუ ინტენსიური ვაშლები შენდება მთელ მსოფლიოში. ეს არის ძალიან სუსტ საძირეზე დანამყენებული ჯიშები, რომლის დარგვაც ხდება როგორც ჩვენთან პამინდორი ხდება. პამინდორს ვუყავთ, ანუ უკვე 40 სანტიმეტრზედაც კი შეიძლება ვაშლის ხეების დარგვა. რამდენიმე 1000 ირგვება უკვე თანამედროვე ვაშლის ბაღებში. მაგრამ ეს არ არის ბოლო თქვათ ბოლო ტენდენციის ბაღი, ეს ნახევრად ძლიერ საძირეზეა და არ ვზდით ძალიან დიდ, არ ძალიან პატარას, რადგან საყრდენის გაკეთება ჭირდება იმ ინტენსიურ ბაღს, რაც შეიძლება რამდენიმე 1000 ვიზდიზდეს ხარჯს. და სადაც ქარიანი ტერიტორიებია, ძალიან პრობლემის უქმნის ასეთ ბაღებსაც. თუ კარგი საყრდენი არ აქვს, მოკლედ. მაგრამ ჩვენ ბაღებში, თქვათ, ეზუებში, თუ გვინდა ხეები დავდგათ, ისეთ ინტენსიურ ისეთ სუსტ საძირეზე ხეს ვერ დავდგავთ, იმიტომ რომ შდილის ხო გვინდა, ხო, თან ხეს გვინდა გავდეს, ისევ ჯობია ნახევრად სუსტ საძირეზე დავდგათ, როგორც ეს ხეა. ეზოში თან მივიღოთ ნაყოფი, თან ხონდეთ შდილი და ხის ფორმას გვექნება. თუ კარგად გავზდით, მომავალში შეიძლება ჰამაკით დავკიდოთ დავლა. მოკლედ, აი ესეთ ფორმას ვიღებთ. შეიძლება აი ამ ხელაზე გავზარდოთ, შემდეგ წლებში გამსხვილდება ეს ხეები, აი იქ მივიღებთ სანაყოფე კვირტებს, ტოტებს, შევავსებთ და 10-15 წელი იმუშავებს ისე, რომ არ დაგჭირდება იმ მსხვილი ტოტების გამოცვლა, თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე საჩახშირებული იქნება ახლო მომავალში. მოკლედ, ეს იყო სულ ამ ვაშლის ხის სრულა ფორმირება. თუ მსხვილი ტოტი იქნება და ხერხით გვექნება მოჭრილი, ხშირად უშუალოდ ხოლმე მალამოს ჩვენ ზონაზე ამ მესტიანში ხშირად ხდება ხოლმე დასნებოვნება სხვადასხვა ბაქტერიული დაავადებები და სოკუებით და იცის ხოლმე გადმონადენი და ძალიან ხესაც ახლავს. თუ მსხვილი ტოტი გვექნება და ხერხით გვექნება მოსაჭრელი. მოკლედ, ეს არის. რა თქმა უნდა, ისევ გავიმეორებ, რომ ხესთან 10-ჯერ რომ მივხვიდე, რაღაცა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს. სხვანაირად გასხმას, იმიტომ რომ ბევრი ტოტი გვაქვს და არჩევანი ბევრი გვაქვს და ბევრი აზრია. ხო, მოკლედ, ვისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს თავიანთ ბაღებში. მე ჩემს ბაღში აი ესე მაქვს გამოცდილი და საკმაოდ კარგ შედეგსაც ვღებულობ. მოკლედ, ახლა მინდა რომ როგორც ყოველდღე უცოდინარმა ადამიანმა ხეხილის გასხლაში, მასწავლო როგორ გავსხლა. რომ სხვა ადამიანებიც ვინც ახლა ეკრანიდან გვიყურებს, მიხვდეს ეს როგორ გააკეთოს. ეს ცუდად ხაი ორ კაცს არ მოიგავს. არა, უშავს ამ შემთხვევაში მეხმარები უბრალოდ. იცი რა მაინტერესებს? პირველ გავარ და რას ვაკეთებ? პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდე, მაგრამ თითი არ მოგეჭირა. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა დაგვიწერეთ, რომ ეს თითსაც ჭრის და ხო, კარგად უნდა მოვიხსნათ. რა თქმა უნდა, რა ბევრ კარგთან ერთად საშიშროება არის. აი, საიდან დავიწყო? მოკლედ, აი ესენია პატარების სანაყოფი კვირტები, აი ეს. ამებს არ შევეხო, ხო? ხო, ამათ არ შევეხო. ამათაც შეიძლება ნაწილი დაუტოვოთ. იმიტომ რომ რადგან გადმოწოლილია ტოტი აღარ ფიქრობს იმდენად ზდაზე და ფიქრობს ხოლმე უკვე სანაყოფე კვირტების ჩამოყალიბებაზე და შემდეგ წლისთვის მოსვლაზე. აი,
ვერტიკალურად წასული ტოტები შეგიძლია მოაჭრა ზოგი ძირში, ზოგს დაუტოვეთ თქვათ 2 კვირტი, თქვათ 3-4 სანტიმეტრი. ეს შემიძლია რომ მოვჭრა? ეს და ეს კი. დავტოვოთ ამას. წავიდა ეს სასწავლო. იქნება ხო ცენტრალურია, ბევრს აღარ წავა, მაგრამ დაახლოებით აი ამ სიგრძეზე გავაჩერეთ. და ეს შემიძლია რომ მოვჭრა? ეგ შეგიძლია აი გადაჭრა. კაი. ანუ თქვა ძირში არა. კი. როგორ? ეს როგორ გამო? მოუჭრები და აბა ვიცი. რადგან დიდხანს ქონდა აა. კაი. ცოტა შემაშინდა. ეხა ესეც შემიძლია? კი. ბოლომდე რატო არ ვჭრით ეგ შეგიძლია რომ ანუ მითხრა? შეიძლება ბოლომდე არ მოჭრა, იმიტომ თუ გინდა აქ დარჩენილ კვირტებზე შემდეგ წელს მივიღოთ სანაყოფი კვირტები. გასაგებია. არც ბევრი არ უნდა იყოს, ანუ ჩახშირებული შეიძლება მოჭრა და ეს დატოვოთ. აი ეს მოჭერი ძირში. ეს მოვჭრა კი, ძირში. ხელი. აი ეს. ესეც? ესეც? კი, ეგეც მოჭერი. აი ეს მსხვილი მოჭერი, აბა. დაბლა კიდე. აი ეს შეგიძლია. ეს კარგად რო ჩანდეს, კიდე არ დავფარო. ესეც? ხო, ეს მოჭერი, ეს ძირში მოჭერი. კაი. რატომ უნდა მოვაჭრო ძირში? ხო, არ უნდა, ბევრია უკვე ამ ტოტი. ბევრია აბჭოს. ეს? აი ეს შეგიძლია მოაჭრო მთლიანად. დაბლა. კიდე? კი, ეს. ნუ რა. აქ ხა აღარ წამოვა. თუ წამოვა. კი, აი ხაც. ესე. აუ, ძას სიამოვნო. დაბლა. კიდე დაბლა? კი. კი, აი ესეც. აბა. ახლა კარგად რომ დავინახოთ ხოითა. არ დავფაროთ? ბოლოში? მოჭერი. აი დიდიც მოჭერი. ბოლოში თუ? ბოლოში მოჭერი, რადგან მათ სხვა კვირტების ბევრი გვაქვს და ეგ აღარ გჭირდება. აი. ესენი იყოს თუ? აი ეს ნახე, სადაც არის მსხოიარე, ის დატოვე, აი მაღლა მოაჭერე. აი. აი აქაც გადაჭერე. აი ეს ორია და ერთი მოაჭერე, რომელიც მაღლა მიდის ვერტიკალურად. ესა? ეგ დავტოვე. ეგ დავტოვოთ. ანუ 10 ადამიანი რომ მოხდეს ფესთან 10-ვე შეუძლია ცვლილება შეიტანოს. შეუძლია რა, ყველა შეიტანოს. იმიტომ რომ ბევრი არჩევანი რადგან გვაქვს, ყველა ადამიანს თავის სტილი აქვს სხლის, ყველა გამოთქვამს რაღაცას და ყველა გააკეთებს თავისებურად. ანუ შენ გასხულზედაც რომ მივიდეს, კიდე შეიტანს, ასე ვთქვათ, ცვლილებას. აი ბალე მოჭერე ეს ორი ტოტი გაგვაქვს და ამ ხეს მოურჩებით რა საერთოდ. ამას რას უშვები? ძირში. აი ეგეც. ესეც ძირში? ეს დიდი? ძას სიამოვნო. აი შეიძლება დაამოკლო. აი ესე თუ ცოტა ცოტა მაღლა. კაი. კი, აქ რატომ ამოკლე? ეს სიცარიელი. შემდეგ ამ ტოტზე გაზდილმა ტოტებმა უნდა შეავშოს. აი ეს სიცარიელი, სადაც მე დავტირთოთ რა. უყურე აქ ხედა, თუ ეს უბრალოდ ეგენი გასულ განასხლავებია. всё ეს გაისხლა ეს ხე? შეიძლება ძირში ამოსულები, რაც შემდეგ ჩაახშირებს ეგ მოჭრა. აჰა. მოჭრა. თითქმის მოჭრა, ხო, როგორც ვთქვით, შეიძლება რაღაც ცვლილებები შეიტანო, მაგრამ იმას ანუ მივხვდი. ამ შემდეგ წელს ეს არ მოისხავს ძალიან ბევრს, მაგრამ სამაგიეროდ გვექნება ფორმა მიღებული, რომელიც მომავალი წლებისთვის უზრუნველყოფს ხარისხიან და ბევრ პროდუქციის მიღებას. იმას ავაკვირდი რომ რაც უფრო კარგად არის მოვლილი ხე, მით უფრო ადვილია მისი დამუშავება და მისი შემდეგ რა თქმა უნდა ეს შარშანი იყო უკვე აქცენტი გაკეთებული როგორ უნდა ყოფილიყო წელს და უკვე გაადვილებულია შედარებით. ანუ ტრადიციული ძლიერ საძირეზე დანამკვირვებელი გაზრდილი ვაშლებს ცოტა სხვა ფორმას აძლევენ. ანუ ეს არ არის ძალიან ძლიერ საძირეზე, ნახევრად ძლიერზეა და შეგვიძლია ესე ჯამისებურად ვამუშაოთ რა. თუ ტრადიციული დიდი საძირეზე გვაქვს, მაშინ უფრო დიდი ხე უნდა მივიღოთ, მოკლედ რა. პანტაზე და სხვადასხვა რაღაცაზე რო ვამყრობთ, უკვე დიდ საძირეებზე უნდა გავაკეთოთ. მაჟალოზე, პანტაზე ვაშლის ხალი ძველად მარტო მაგაზე ინამყენებოდა და უკვე უფრო დიდი ხეები იყო. ახლა შეგვიძლია ცოტა პატარა როგორც ატმის ვარჯი გვაქვს, მოვარგოთ თითქმის მაგ ზომაზე. ზოგს არ მოწონს ეს, მაგრამ მე მომწონს, რადგან დავაკვირდი გაამართლა ჩვენთან და რატომაც არა მოკლედ რა. დაახლოებით 10 წუთი დასჭირდებოდა უწყვეტად. თუ გაწაფული გაქვს ხელი, 10 წუთიც არ უნდა ამ ხელახის სვლას, თუ მithumetes გიწევს ხელს ტექნიკას. კი, ძალიან სასიამოვნო იყო ამ ტექნიკასთან მუშაობა. ეს რამდენიმე
ანუ ამის პლუსი ის არის, ზედ აკუმულატორი არ აქვს, არ გიმძიმებს ხელს. არ გიმძიმებს ხელს ეს ზურგზე რო გაქვს მოკიდებული, არაფერი არ არის ამის წარებისთვის. სამაგერ ხელში მსუბუქა და დისკომფორტი შეიძლება იყოს ეს კაბელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი პლუსი აქვს ამ კაბელის დისკომფორტთან შედარებით. სულ ეს არის ხო? ვაშლის ხე გაისხლა. იმედი მაქვს რომ უფრო დეტალური იყო თქვენთვის ეს ვიდეო, ვიდრე წინაშე ვიდეო. და თუ რამე კითხვა გაქვთ, გთხოვთ დაგვიწერეთ კომენტარებში, როგორც TikTok-ზე, ისე Facebook-ზე და YouTube-ზეც, მოკლედ გელას მოვნიშნავ ხოლმე და არ დაგზარდება რომ ამ კითხვებს როგორც პროფესიონალმა ფერმერმა უპასუხოს. ნაგემშვიდობებით ნახვამდით და სხვა ხის გასვლას შემოგთავაზებთ.